დღეს შევეხები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოკვლევას, განსაკუთრებით ქალების მენოპაუზის პერიოდში, ეს არის დენსიტომეტრია. დენსიტომეტრია არის გამოკვლევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ვადგენთ ძვლის სიმკვრივეს. ანუ რამდენად ასაკთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცვდება, ყველაფერი ჯდება, ასევე არის ძვლები და ძვლის სიმკვრივე ნელ-ნელა მცირდება. მაგრამ თუ განსაკუთრებით 45 წლის შემდეგ და 50 წლის მერე კი უფრო მეტი სისწრაფით ხდება ამ ძვლის სიმკვრივის შემცირება. ამიტომ განსაკუთრებით ამასაკის ქალებმა წელიწადში ერთხელ გააჩნია თან რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, თუ ეს პაციენტი არის ამავე დროს ქრონიკული დაავადებული და იღებს სტეროიდებს, როგორიც არის პრედნიზოლონი და ამ ჯგუფის პრეპარატები, ყოველწლიურად საჭირო არის ძვლის სიმკვრივის შემოწმება, ანუ დენსიტომეტრიის ჩატარება. მაგრამ თუ არის ჰორმონალურ თერაპიაზე, შეგვიძლია 3 წელიწადში ერთხელაც, თუ არ არის არანაირი პრობლემა, არც ოსტეოპენია და მით უმეტეს ოსტეოპოროზი, შეგვიძლია 3 წელიწადში ერთხელაც. მაგრამ სასურველი არის ექიმთან შეთანხმებით გადავწყვიტოთ, რაც უფრო მეტია პრობლემა, უფრო ადრე დავიწყოთ დენსიტომეტრიის პროცედურის შესრულება.